პრეზიდენტის გარდა ხარჯები უმცირდებათ სამინისტროებსაც, ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული თანხების სეკვესტრის ხარჯზე კი გაიზრდება სოციალური პროექტების დაფინანსება. ამის გარდა მაღალ ჩინოსნების ფუფუნების, საგნებისა და ძვირადღირებული მომსახურების შეკვეცის შედეგად მნიშვნელოვან ფინანსურ დანამატს მიიღებს სოფლის მეურნეობა და განათლება. პარლამენტში წარსადგენად მთავრობას ბიუჯეტი უკვე მზად აქვს. 2013 წლის საბიუჯეტო პროექტი ძველი მოდელის მსგავსად 8 მილიარდი ლარითაა განსაზღვრული, თუმცა უკვე მეორე მოსმენისთვის შესაძლოა პარამეტრები გაიზარდოს. პრიორიტეტები უცვლელი რჩება. 8 მილიარდიანი პროექტის ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე გაიწერება. გათვალისწინებულ 2 მილიარდ 300 მილიონ ლარს სავარაუდოდ usargeblo ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებიდან გამოთავისუფლებული თანხაც დაემატება. თუმცა მონაცემები ჯერ არ სახელდება. მკვეთრი ზრდა, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, არ განიხილება არც ერთი მიმართულებით. განიხილება მკვეთრი გადახედვა ბიუჯეტის შიგნით მიზნობრიობის, ანუ არა აუცილებელი ხარჯების გადამისამართება აუცილებელ ხარჯებს. უკვე ცნობილია, რომ გაორმაგდება დევნილთა დახმარების სახსრები. უცხოურ პროექტებთან ერთად 200 მილიონამდე იზრდება სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი, რასაც სპეციალური ფონდიც ემატება. ცალკე ფონდი იქნება კიდე განვითარების ფონდი სოფლის მეურნეობის, რომელიც ასევე დიწვლის შეიტანს ამ დარგის განვითარებაში. ოპტიმიზირებული ხარჯების ფონზე 650 მილიონიანი საბიუჯეტო განაკვეთის ზრდას ელის განათლების მინისტრიც. ჩემი მიზანი რა არის? მეტი ფული იყოს განათლების ბიუჯეტში, შესაბამისად ეს ფული მეტი წავიდეს იმ ძირითად ერთეულებში, სადაც განათლება ხდება. სკოლები, უნივერსიტეტები, ტექნიკუმები და ასე შემდეგ. ასე რომ არსებულ ბიუჯეტშიც უკვე შევცვალეთ პრიორიტეტები და მეტი ფული გავუშვით უმაღლესებში, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება განათლების ბიუჯეტი და მეტი ფული წავა. მიზნობრივად გაიწერება ბიუჯეტის ის მუხლები, რომელთა ხარჯი ამ დრომდე დახურული და ბუნდოვანი იყო. აქამდე ის ერთი ციფრი, რომელიც იყო პირობითად მილიარდი ლარი, იქნება გაშიფრული ბიუჯეტის ცალკე დანართის სახით, რათა საზოგადოებამ იცოდეს, სად იხარჯება ეს თანხები. მეორე, ჩვენ აღმოვხვრით იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც ბიუჯეტის ფონდებიდან ფულის ხარჯვა იყო საიდუმლო. თქვენ იცით, რომ აღარ გვექვეყნდებოდა პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ხარჯები. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა საზოგადოებისათვის იყოს ცნობილი თითეული თეთრი სად დაიხარჯება. კორექტირება ელის ძალოვანი უწყებების ბიუჯეტს, რომელიც არამიზნობრივი ხარჯიდან გათავისუფლდება. დასრულებულ სახეს კი 2013 წლის ფინანსური დოკუმენტი პირველადი საპარლამენტო განხილვებიდან ერთ თვეში მიიღებს.